როდესაც მას ხერხემლის მალა გადაუთხრა, პეკინმა დანავა-ის დაურე გადაუთხრა. სადნახეთო ეს კაციო, ანომალიურად მსხვილი ძვლები აქვსო. ყესები კი ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით სამჯერ მსხვილი აქვსო. ჩემს პრაქტიკაში ასეთ დონეზე ფიზიკურად განვითარებული ტიპი არ მინახიაო. იოელ რომერო 48 წლის არის და სულ ახლა ხანს რამოდენიმე დღის წინ პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა და ნოკაუტით მოიგო. სანამ მასზე მოგიყვებით, ჯობია ჩახედოთ მას თვალებში და თქვენ თვითონ მიხვდებით რა მონსტრზე გვექნება დღეს საუბარი. Everything is possible in your life when you believe. When you believe, everything is possible. You have two hands. Amen. Everything is possible. Go. Go. And take it whatever you want to do. ღვთის ჯარისკაცი, ასეთი ზედმეტი სახელი აქვს იოელ რომეროს. მან ახალგაზრდობაში თავისუფალ ჭიდაობაში რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი მოიგო და 33 წლის ასაკში, როდესაც სხვები MMA-ში კარიერას ასრულებენ, ის იწყებს შერეულ ორთაბრძოლებს და აკოშმარებს თავის დივიზიონს დღემდე. გაიცანეთ ღვთის ჯარისკაცი იოელ რომერო. იოელ რომერო პალასიო დაიბადა 1977 წელს კუბაში მოკრივეების ოჯახში. მამამისი, ბიძები და მეტიც პაპებიც კი მოკრივეები იყვნენ. თან იყვნენ პროფესიონალი მოკრივეები. ამიტომაც რომეროს უფროს ძმებმაც გააგრძელეს ტრადიციები ამ სპორტში. იოან პაბლო ერნანდესი, რომეროს ძმა, მძიმე წონაში კრივში ორ პროფესიონალურ ორგანიზაციაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იოელს ბავშვობიდანვე იზიდავდა კრივი, მაგრამ მამამ გვეყო ამდენი მოკრივე ოჯახშიო და 5 წლიდან მან შეიყვანა თავისი შვილი თავისუფალ ჭიდაობაში სპორტულ ინტერნატში. ეს დახურული დაწესებულება იყო, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ დღესასწაულის დროს ტოვებდნენ ინტერნატს, დანარჩენ დროს კი სწავლობდნენ და ვარჯიშობდნენ. ეს გასამხედროებული დაწესებულება იყო, სადაც დიდ ყურადღებას დისციპლინას, სწავლას და ვარჯიშს აქცევდნენ. დილის 6 საათზე სირბილი ჰქონდა, 7-ზე საუზმე, 8-დან 12-მდე სწავლა, მერე შესვენება, 3-დან 5-მდე ჭიდაობა და ეს გრაფიკი იყო ყოველდღიურად. იოელ რომერო ასეთ სპარტანულ პირობებში 10 წლის განმავლობაში ემზადებოდა. წარმატებით სწავლობდა და იგებდა ადგილობრივ ტურნირებს. სწავლის დასრულებისთანავე მან მოწვევა მიიღო კუბის ნაკრებიდან და გადავიდა საცხოვრებლად ჰავანის ოლიმპიურ ცენტრში. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნაკრების წევრები ერთნაირად იკვებებიან. კუბაში ასე არ არის. პირველი ნომერი ყოველთვის უკეთესად იკვებება და ბევრი სხვა პრივილეგიები გააჩნია. დიახ, ეს უსამართლობაა, თუმცა ასეთ გარემოში ადამიანი სწავლობს კონკურენციას და ცდილობს ყველანაირად გახდეს ნაკრების პირველი ნომერი. ასეთ სასტიკ კონკურენციაში ერთ წელიწადში რომერო თავის წონაში გახდა პირველი ნომერი და კარიერის ბოლომდე ნორმალურად იკვებებოდა. 15 წელი ვიყავი ქვეყნის პირველი ნომერი. ჩემს წონაში 10 კაცი იყო ნაკრებში და 10-ვე ჩემ განადგურებას ვცდილობდა, რომ ჩემი ადგილი დაეკავებინა. ჩვენ ყველა ერთად ცხოვრობდით და ხედავდით ვინ რას ჭამს, ვინ როგორ ვარჯიშობს, ხედავდით ერთმანეთის პლუსებსაც და მინუსებსაც. რომეროს უამრავი შეჯიბრი აქვს მოგებული 15 წლის განმავლობაში. ყველას მართლა ვერ ჩამოვთვლი, თუმცა ვიტყვი, რომ მან პანამერიკის ჩემპიონატზე 5-ჯერ ოქრო და ერთხელ ვერცხლი მოიპოვა. 3-ჯერ გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული, ასევე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და 2-ჯერ ოლიმპიადაზე გავიდა, სადაც ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. თავის ქვეყანაში რომეროსნაირი მიღწევებით ვერც ერთი მოჭიდავე ვერ დაიტრაბახებდა. კუბა ზოგადად ღარიბ ქვეყნად ითვლება და ამიტომაც იოელს ამ ჩემპიონატებიდან დიდ არაფერს არ უხდიდნენ. როდესაც ის სხვა ქვეყნებში ჩადიოდა, ხედავდა თუ როგორ ცხოვრობენ მისნაირი დონის სპორტსმენები და მას კარიერის გაგრძელების ყველანაირი სურვილი უქრებოდა. კუბა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ რეჟიმში მე ოჯახს ვერ ვეხმარებოდი. თან ოცნება მქონდა გამოსულიყავი შერეულ ორთაბრძოლებში. ჩემ ქვეყანაში MMA მაგ დროისათვის არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ხშირად ფიქრობდი ქვეყნის დატოვებას. 2007 წლის ზაფხულში რომერო ნაკრებთან ერთად ჩადის გერმანიაში, სადაც ტურნირზე ხვდება ქართველ ფალავანს რევაზ მინდორაშვილს და აგებს ამ შეხვედრას. როდესაც მოვიდა კუბის ნაკრების წასვლის დრო, რომერო არ გამოცხადა აეროპორტში. მან გერმანიაში წამოსვლის წინ მანქანას კი გაყიდა და წინასწარ გეგმავდა, რომ ის ამ ტურნირის მერე აღარ დაბრუნდებოდა უკან. იოელ რომეროს გერმანიაში თავისი ძმა დახვდა, მოკრივე, რომელიც ანალოგიურად გაექცა ნაკრებს. მან თავისი ძმა მოაწყო მწვრთნელად და გააცნო საჭირო ხალხი, რომლებმაც ხელი შეუწყეს რომეროს MMA-ში დაეწყო მზადება. კუბაში ხშირად ჩემ ძმასთან ერთად ვარჯიშობდი, ამიტომ MMA-ის სწრაფად თათვისება არ გამიჭირდა. 32 წლის ვიყავი პირველად რომ შევარდი ბრძოლაზე. 2009 წელს შედგა რომეროს დებიუტი პროფესიონალურ MMA-ში, სადაც მან 48 წამში ბრუტალურად დააფინიშა თავისი მეტოქე.
2000 წელს კუბელმა 3 რაუნდი ათრია თავისი ოპონენტი. ჭიდაობის მასტერკლასი აჩვენა 7-ჯერ დაათეიქდაუნა ის და ბოლოს ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. წელს რომერო თავიზე ორი თავით მაღალ ნიკიტა პეტროვს ხვდება და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვებს. ამავე წელს ჯარისკაცმა 33 წამში გათიშა ლაზლო ეკო. ისე 2011 წელი და რომერო აფორმებს კონტრაქტს სტრაიკფორსთან და ხვდება რაფაელ კავალკანტეს. სტრაიკფორსის ჩემპიონმა მოუგო რომეროს მეორე რაუნდში ნოკაუტით. მან როგორც მომავალში გაირკვა, უძლიერესი ბექფისტით რომეროს კისრის მალა მოტეხა. ამ ბრძოლის მერე მტკიოდა კისერი, მაგრამ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას. ერთ დღეს სპარინგზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და კაცუნის ხმა. 10 წუთში მე უკვე ვეღარ ვგრძნობდი ვერც ფეხებს და ვერც ხელებს. ეგრევე ექიმთან გამაქანეს პირდაპირ საოპერაციოდ. კისერთან ხერხემლის მალა მქონია მოტეხილი. ექიმმა მითხრა, რომ ანომალიურად განვითარებული კისრის და ზურგის კუნთებმა გიშველაო. სხვა ნებისმიერი ან მოკვდებოდაო, ან პარალიჩი დაემართებოდაო. ასევე დაამატა, რომ ერთი დღე კუნთები მოდუნდება და დიდი ალბათობით იგივე განმეორდებაო. ოპერაცია დროებით შველა არისო. ექიმს უთხარი, გიბადონო, გასაგებია და ვარჯიშს როდის შევძლებ? მან შემოხედა გაოგნებული და მითხრა, წესი შემკვდარი უნდა იყო, რა ვარჯიშებზე მე საუბრებიო. აუ არ მევასება ესეთი პესიმისტი ექიმები. რომერომ 1 წელი სპეციალურ ეტლში გაატარა. მას მჯდომი არ ესეძინა, რადგან სიარული და წონა არ შეიძლებოდა. ეს ეტლი მას დღემდე აქვს შემონახული როგორც მოტივაცია თუ რამხელა პრობლემების მოგვარება შეძლო მან. კურნალობდი, გავდიოდი რეაბილიტაციას. მოკლედ ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ფეხზე დავმდგარიყავი და 2 წლის მერე დავიწყე ჩუმად ვარჯიში. ის პირველი ინტრიგანი ექიმი არ დამევასა და დავიკიდე. არ მომეწონა მაგის პესიმიზმი. მივედი სხვა ექიმთან. მე საბუთი მჭირდებოდა, რადგან არც ერთი ორგანიზაცია არ მაძლევდა ბრძოლის დაშვებას. ბოლოს 1 წლის ზებნის მერე ძლივს ნახე ექიმი, რომელმაც მომცა ეს დალოცვილი საბუთი. 2011 წელს რომერო მზად იყო ბრძოლისთვის. მაგ დროისათვის სტრაიკფორსის ორგანიზაცია UFC შეიძინა და იოელს პირდაპირ გაუფორმეს კონტრაქტი. კუბელის პირველი ოპონენტი UFC-ში კლაიფორდ სტარქსი იყო, რომლის რეკორდი იყო 8 გამარჯვება და 1 მარცხი. რომერომ თავის დებიუტში საუკეთესო ნოკაუტისთვის $50,000 მიიღო. ეს რაღაც სასწაულით მუხლით გათიშვა იყო. ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაცა 2 წლის წინ ის ეტლს მიჯაჭული საწრუპნით იკვებებოდა. Today. Oh, that rock is looking to finish it. And it's all over. Wow. Yoel Romero, the winner in the shooting. ამავე წელს რომერო რონი მარკეს ხვდება, რომელიც ჯოზე ალდოსთან ემზადებოდა და 7-ზე გამარჯვებით იბრძოდა. კუბელი 3 რაუნდის განმავლობაში ცხრილავდა თავის ერთჯერად ჯებებით და ოვერჰენდებით და მესამე რაუნდში ისე ეფექტურად დააფინიშა, რომ მორიგი $50,000 ბონუსი ჩაიკეცა ჯიბეში. წლის ზამთარში ღვთის ჯარისკაცი ხვდება გამოცდილ დერეკ ბრანსონს. ეს 3 რაუნდიანი შერკინება იყო, სადაც ორივე მებრძოლმა გამოიჩინა თავი. შეხვედრა ისეთი ეფექტური და ლამაზი იყო, რომ პრომოუშენმა ორივე სპორტსმენს ბონუსი გაუფორმა. პირველი 2 რაუნდი თანაბარი ჩხუბი იყო თავისი კრივით და ჭიდაობით. ერთ მომენტში დერეკი უძლიერეს ჰაიკიკს რომეროს ნაოპერაციებ თავში ახვედრებს, თუმცა რკინის იოელი არ იმჩნევს და აგრძელებს ბრძოლას. მესამე რაუნდში კი უკვე რომერო ირთვება. ზოგადად კუბელი ყოველთვის ცდილობდა ენერგიის შენახვას ბოლო რაუნდების და აი მერე მთელი ძალით უტევდა მეტოქეებს და ეს ბრძოლაც ამის მაგალითი იყო. მან ბრანსონი ამ რაუნდში გაანადგურა. საჯმა ეს შეხვედრა გააჩერა, როდესაც ღვთის ჯარისკაცი ცდილობდა ღმერთის ნაჩქარნეკნის უკან დაბრუნებას.
რომერომ ამ სამ შეხვედრაში $200,000 გამოიმუშავა. ამდენი ფული მას ჭიდაობაში 15 წლის განმავლობაში არც კი დასიზმრებია. როგორც იქნა, მან თავისი ოცნება აისრულა და 37 წლის ასაკში თავისი ოჯახის დახმარება დაიწყო. თუმცა ჯერ ყველაფერი კიდე წინ იყო. 2014 წლის ზაფხულში ჯარისკაცი ბრედ ტავარეს ხვდება. მართალია რომერომ ეს შეხვედრა მსაჯების ერთწლოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, მაგრამ ის სამივე რაუნდი დომინირებდა და რასაც ქვია, ათრია თავისი ოპონენტი. ამ ბრძოლაში იოელ რომერომ ყველას ანახა, რომ ის ოლიმპიური დონის მოჭიდავეა. მან ისეთი ლამაზი გდებები შეასრულა ამ შერკინებაში, რომ ბრედ ტავარეს ეს არასოდეს დაავიწყდება. 4 ზედიზედ გამარჯვებით რომეროს უკვე შანსები ჰქონდა საპრეტენდენტო ბრძოლის გამართვის. ის თავის ოჯახთან ერთად გადავიდა საბოლოოდ მაიამიში საცხოვრებლად და იქვე ემზადებოდა დამსახურებულ იდილიაში. ჩვენ გაჭირვებაში გავიზარდეთ, ჩემი წარმატება მარტო იმიტომ მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები კარგად ცხოვრობენ. ამის გულისთვის მე გავაგრძელებ შრომას. 2014 წლის სექტემბერში რომერო რეიტინგში მე-10 ნომრად ირიცხებოდა. რეიტინგის გასაუმჯობესებლად მას უნდა ებრძოლა მე-6 ნომერთან. კუბელი პირველივე წუთიდან უტევდა ვეტერანს, თუმცა რაუნდის ბოლოს ტიმ კენედიმ კინაღამ დააფინიშა ჩვენი გადაცემის გმირი. რომეროს გონგმა უშველა, თუმცა როცა შემდეგი რაუნდი დაიწყო, ის იჯდა თავის კუთხეში კიდევ 40 წამი. არ ვიცი ეს დაღლა იყო თუ ოპონენტის ნერვები შლა, მაგრამ ადგა თუ არა, მან ერთ წუთში ისე დღეში ჩააგდო თავისი მეტოქე, რომ ამ ბრძოლის მერე ტიმ კენედიმ დაასრულა თავისი კარიერა. 2015 წლის ზაფხულში რომერო ხდება UFC-ის ყოფილ ჩემპიონს გამოცდილ ლიოტო მაჩიდოს. პირველი დაზვერვითი რაუნდი თანაბარი იყო. ჩანდა რომ რომერო ძალებს ინახავს. მეორე რაუნდში ის უკვე ბევრად აქტიური იყო და აი მესამე რაუნდში რომერო მაიწყვიტა. გადაიყვანა ბრაზილიელი ძირს და იდაყვებით დააფინიშა. Soldier of God! რომერო ზეიმობდა ამ გამარჯვებას, რადგანაც მას მოულოდნელად პასუხი მოუვიდა ანტიდოპინგურ კომისიიდან. ორგანიზმში აღმოჩენილი იყო აკრძალული ნივთიერება. როცა ხალხი ხედავს, მათ გონია, რომ მე დოპინგზე ვარ. არადა ეს უბრალოდ გენეტიკაა. როდესაც მე ვჭიდაობდი ოლიმპიურ ანტიდოპინგურ კომისიამ 96 ჯერ შემამოწმა და ყოველთვის სუფთა ვიყავი. რომერომ დაუმტკიცა UFC-ს, რომ ჰორმონალური პრეპარატი მის ორგანიზმში სპორტული დანამატიდან მოხდა. ამ ბოლო დროს ეს სპორტსმენების ცხოვრებაში ხშირი პრობლემაა, რადგან ზოგი დანამატების კომპანია ჰორმონალურ პრეპარატებს ურევენ პროდუქციაში, რადგან გახადონ ის უფრო ეფექტური. UFC-მ ეს ბრძოლა გამარჯვებაში ჩაუთვალა კუბელს, მაგრამ 6 თვით მაინც აუკრძალა ჩხუბი. ამ თვეების განმავლობაში გაბრაზებულ რომერომ იმის გულისთვის, რომ ის 6 თვით მოხსნეს UFC-დან, უჩივლა დანამატების კომპანიას და მოიგო სასამართლო. თაღლითებს მოუწიათ ჯარიმის გადახდა და აი ასე იოელ რომერო გახდა მილიონერი. მას კომპანიამ მიყენებული ზარალის გამო $27 მილიონი გადაუხადა. ნეტა რომელიმე კომპანიამ თავის ჰორმონალურ პრეპარატებს მეძდამალევინოს. ხო დავჯდებოდი მაიამიში რომეროსთან ერთად. გამდიდრებული რომერო უბრუნდება 2016 წელს ოქტაგონს, სადაც საპრეტენდენტო შეხვედრით ხვდება UFC-ის ლეგენდას კრის ვეიდმანს. ამ ბრძოლამდე ვეიდმანმა ნოკაუტით მოუგო ანდერსონ სილვას, მოიპოვა კამარი, შემდეგ სარევანშო ტიტულის დაცვაში კიდევ ერთხელ გათიშა სილვა, მერე თავისი ტიტული ლიოტო მაჩიდოსთან დაიცვა, მერე ტიტულის დაცვაში გათიშა ვიტორ ბელფორდი და 2015 წელს დაკარგა თავისი ტიტული როკ ჰოლთან. თავიდან ამერიკელი უკეთესი იყო და შედარებით მეც აქტიურობდა. რომერო კი ტრადიციულად ინახავდა ბრძოლის ბოლოსთვის და ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. მესამე რაუნდის დასაწყისში ვეიდმანი მორიგი ტეიქდაუნის ცელობით ეცა იოელს, მაგრამ რომერო ამისათვის მზად იყო და უძლიერესი მუხლით მას თავს აგლეჭს. იგებს შეხვედრას და იფორმებს ბონუსს. რომეროს ტიტულზე უნდა ებრძოლა ბისპინგთან, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. სამაგიეროდ შედგა შეხვედრა დროებით ტიტულზე რობერტ ვიტიკერთან, რომელმაც ბოლო 8 ზედიზედ შერკინება მოიგო. სპორტსმენებს ასაკში 14 წლიანი განსხვავება ჰქონდა, მაგრამ ამან რომეროს ხელი ვერ შეუშალა და პირველი 2 რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მესამე რაუნდიდან იოელი თითქოს დაიღალა. დანარჩენი 3 რაუნდი უკვე ოპონენტი უფრო უკეთესი იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უიტეკერმა ეს ბრძოლა მოიგო. რომეროს შემდეგი ოპონენტი იყო ლუკ როკჰოლდი. ამ შეხვედრაში კუბელი ანდერდოგი იყო. რომერომ ტრადიციულად მესამე რაუნდში მოკლა თავისი მეტოქე. ამავე 2018 წელს რომერო რევანშით ხვდება რობერტ უიტეკერს. ეს სატიტულო ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან წონა ვერ ჩააბარა. შეხვედრა მაინც შედგა, თუმცა ამ ბრძოლამ დაკარგა სატიტულო სტატუსი. პირველი 2 რაუნდი ავსტრალიელი შედარებით უკეთესი იყო. რომერო ძალებს მესამე რაუნდისთვის ინახავდა და ეს მომენტიც დადგა. კუბელმა მესამე რაუნდში კინაღამ დააფინიშა უიტეკერი. საჩემპიონო 2 რაუნდშიც ჩანდა რომ ის უკეთესი იყო. გარშემო ყველა დარწმუნებული იყო რომ იოელ რომერომ ეს ბრძოლა მოიგო. საჯები გაიყვნენ და მაინც გამარჯვება უიტეკერს მიუსაჯეს გაყოფილი გადაწყვეტილებით. ჩემი მოგწალებული აზრით მე ეს ბრძოლა არ წამიგია. ვფიქრობ დღეს საღამოს მე კამარი უნდა მქონოდა. მადლობა ყველას და უფალი გფარავდეთ. 2019 წელს რომერო პაულო კოსტას შეხვდა, რომელსაც მაგ დროისათვის 12 ზედიზედ გამარჯვება ჰქონდა და რაც თავარია, მან 12-ვე ზედიზედ ფინიშით დაასრულა. ეს ბრძოლა ნამდვილი ჩეხაობა იყო. ორივე სპორტსმენი უმაგრეს მომენტებს ქმნიდნენ. ამ შეხვედრის ყურებისას ძნელი იყო გაგერკვია, რომელი იყო უფრო უკეთესი. თუმცა მსაჯებმა ამჯერადაც რომეროს წინააღმდეგ წავიდნენ და გამარჯვება კოსტას მიანიჭეს. წესით ამ მარცხის მერე 53 წლის რომეროს არც კი უნდა ეფიქრა სატიტულო ბრძოლაზე, მაგრამ ახალ გამომცვალ ჩემპიონმა ის გამოიწვია. ადესანიამ ჯერ უიტეკერი დაანოკაუტა და თქვა, რომ თავისი მემკვიდრეობისთვის მას სჭირდება ბრძოლა იოელ რომეროსთან. ეს შეხვედრა 2020 წლის მაისში შედგა, სადაც რომერომ პირველი შეტაკება ჯერ პრესკონფერენციაზე ცეკვაში მოუგო ისრაელ ადესანიას. პირველ რაუნდში ადესანია წინ წამოვიდა, სადაც რომერომ ის უძლიერესი ოვერჰენდით დასაჯა. ამის მერე ისრაელმა მეორე ნომერი მოირგო და თავისთვის უსაფრთხო დისტანციიდან ლოუ-კიკებს ამუშავებდა. რომერო კი ფეთქდებოდა ხოლმე კონტრშეტევაზე, კარგად უტევდა, მაგრამ ყოველი ასეთი თავდასხმის მერე ადესანია მას გაურბოდა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ასეთ სტილში მებრძოლებმა 5 რაუნდი გაატარეს. ადესანია ქულებს აგროვებდა და ჩეხაობას გაურბოდა, რომერო კი ბევრად დამაზიანებლად ბრძოლობდა და თამაშობდა დაჭერობანას. საჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ადესანიას მიანიჭეს. ეს UFC-ის ჩემპიონია, რომლის ნახვაც გინდათ? არა, ჩვენ მეომრებს შორის ბრძოლა გჭირდება. აქ ნამდვილი მეომრების ნახვა გვინდა და არა მორბენლების. რომერომ 3 ზედიზედ ბრძოლა წააგო, მაგრამ სამივე თანაბარი შეხვედრა იყო. ზოგ ბრძოლაში ექსპერტები აქეთ რომეროს აძლევდნენ გამარჯვებას. ამ ბრძოლის შემდეგ UFC-მ 44 წლის იოელთან გააუქმა კონტრაქტი. ეს დიდი ალბათობით მის სლოვანებიდან გამომდინარე მოხდა. ამის გამო ის არ ჩავარდა დეპრესიაში და არ დაასრულა კარიერა. მან ეგრევე გააფორმა ახალი კონტრაქტი ბელატორის პრომოუშენთან და შეხვდა ბელატორის ყოფილ ჩემპიონს ფილ დევის. ეს თანაბარი ბრძოლა იყო, სადაც კიდევ ერთხელ საჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით რომეროს არ მისცეს გამარჯვება. 45 წლის ასაკში რომერო პაპა ხვდება ალექს პოლის და იგებს ტექნიკური ნოკაუტით მესამე რაუნდის ბოლო წამებზე. Soldier of God, Romero. ამავე 2022 წელს კუბელი კიდევ ერთ შეხვედრას იგებს ტექნიკური ნოკაუტით მელვინ მანჰოფთან, სადაც ანადგურებს მას მესამე რაუნდში.
2023 წელს 46 წლის რომერო პაპა ხვდება სატიტულო ბრძოლით ბელატორის ვარსკვლავს ვადიმ ნემკოვს. ნემკოვს ბელატორში მარცხი არ ქონია. ის ბელატორის ჩემპიონი იყო, რომელმაც 4-ჯერ დაიცვა თავისი ტიტული. ეს 5 რაუნდიანი ომი იყო. მაყურებელს არ ჯეროდა, რომ ადამიანს 46 წლის ასაკში შეუძლია ასეთი კონკურენცია. ეს ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით რომერომ წააგო, მაგრამ ბევრისთვის ეს არ იყო წაგება, რადგან ამ წლოვანებაში ადამიანი თუ ხვდება ასეთ ახალგაზრდა ოპოზიციას და აგებს გადაწყვეტილებით, ის სულიერად ჩემპიონია. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა რა წერია გადაწყვეტილებაში. მე ჯერ კიდე ბავშვი ვიყავი, როცა რომეროს ბრძოლებს და ჭიდაობას უყურებდი. შეიძლება ითქვას, ის ჩემი ერთ-ერთი мотиваციის წყარო იყო. ამ ბრძოლის მერე მე მუშტები და ფეხები მქონდა დაზიანებული, ასევე არ ვიცი როგორ, მაგრამ კერძე ნეკნები დავიზიანე. რომერო ნამდვილი მანქანაა. ძალიან ბევრი სერიოზული დარტყმა გაუტარე, სხვა ალბათ დიდი ხნის წინ გაითიშებოდა. კომენტარებში ბევრი რუსი მიწერს თუ როგორ ვერ გავთიშე 46 წლის მოხუცს. იცით რას გეტყვით? ყველა მნახარა დარტყმები გაუტარე. მოდით დადექით მის წინააღმდეგ და მივხვდებით, რომ ის არ ითიშება. ის ბეტონივით არის. ბოლო რაუნდში მე შეცდომა დაუში, მას რომ გავყევი პარტეში. დგომში უნდა გამეგრძელებინა ჩხუბი. 5 რაუნდის მერე მართლა არ მეგონა თუ რომეროს ეყოფოდა ძალა ეჭიდაო. ის უდაოდ ლეგენდაა, რომლის გათიშვაც წარმოუდგენელია. ჩემგან დიდი პატივისცემა მას. ბელატორის ორგანიზაცია დაიშალა, ამიტომ რომერო ახალ ორგანიზაციაში გადავიდა 47 წლის ასაკში. 2024 წლის თებერვალში იოელ რომერო PFL-ის პრომოუშენში ხვდება 51 წლის ტიაგო სანტოს. სანტოსი ყოფილი UFC-ის მებრძოლი იყო და კარგათაც ჩუბობდა. მას UFC-ში ტიტულზე ბრძოლაც ჰქონდა ჩატარებული ლეგენდარულ ჯონ ჯონსთან, სადაც თქვენ წარმოიდგინეთ, ჯონსთან სატიტულო შეხვედრა გაყოფილი მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. ეს 3 რაუნდიანი გათვლილი და სტრატეგიულად გაწონასწორებული ჩხუბი იყო. ორივე სპორტსმენი გამოცდილი იყო ორივე ასაკში. ამიტომ ყველა ხვდებოდა, რომ აქ ნებისმიერი დარტყმა შეიძლებოდა საფინიშო ყოფილიყო. ამ შეხვედრაში იოელმა მეტი ქულა შეაგროვა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. შეგიძლიათ გაიხსენოთ 48 წლის ასაკში რომელიმე ბრძოლი ჩხუბობს პროფესიონალურ დონეზე და დაწერეთ კომენტარებში. წელს კი ყველასათვის ცნობილ ჯონ ჯონსმა ჩამოაყალიბა ახალი პრომოუშენი DBX-ი, რომელიც თარგმნება Dirty Boxing Championship, ანუ ჭუჭყიანი ქუჩური კრივი. ხო და ამ კრივშიც მიიღო მონაწილეობა ჩვენმა რომერო პაპამ და ერთმანეთის მიყოლებით ორი მებრძოლი მიანოკაუტა. რომერო არ ჩერდება და წელს ზაფხულში კიდევ ერთ ახალ პრომოუშენში იღებს მონაწილეობას. ეს პრომოუშენი არის GFL-ი, მოკლედ ტიპით ცოცხალი თავით არ გადის პენსიაზე. ის უდაოდ ლეგენდაა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შრომით და ხასიათით, რომ წლოვანება მხოლოდ ციფრებია.